რამდენიმე წუთში დაიწყება ნინო დათაშვილის პროცესი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ის არის ტანჯვის მდგომარეობაში. ჩვენ ამაზე 4 თვის განმავლობაში ვსაუბრობდით და სამწუხაროდ გამართლა მოლოდინები, იმიტომ რომ მისი ხერხემალი არ იძლეოდა პატიმრობაში ყოფნის შესაძლებლობას. მიუხედავად იმისა, რომ ნინო არის უდანაშაულო ადამიანი, დღეს ამაზე საუბარს არ ვაპირებ. პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ ნინო განთავისუფლდეს პატიმრობიდან და ის განთავისუფლდეს ტანჯვის მდგომარეობიდან. წარმოიდგინეთ, რომ ვერ ამოძრავებთ კისერს, ვერ ამოძრავებთ ხელებს, ფეხებს, არ გაქვთ თვითმოვის უნარები და იმყოფებით უკანონო პატიმრობაში. დაუშვებელია, რომ სასამართლომ არ დააკმაყოფილოს დღეს დაცვის ხარეს შუამდგომლობა. ჩვენ ვითხოვთ, რომ დღევანდელ სასამართლო პროცესზე ნინო დათაშვილი დაუყოვნებლივ განთავისუფლდეს პატიმრობიდან. ნინო დაესწრება დისტანციურად, რადგან მას არ შეუძლია ბადრაგირება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. მას არ შეუძლია გადაადგილება, ვერ ამოძრავებს კიდურებს, ვერ ამოძრავებს კისერს და თითოეული დღე მისთვის არის ტკივილების და ტანჯვის გაძლება და დაუშვებელია, რომ სასამართლო შეეგუოს იმას, რომ პატიმრობა დაუშვას მხოლოდ პროკურატურის სურვილის შემთხვევაში, რადგან ნინო იმიტოა პატიმრობაში, რომ ეს იყო პროკურატურის სურვილი, უკანონო, დაუსაბუთებელი, დაზარალებული ქალი დღეს არის უმძიმეს მდგომარეობაში და ამაზე სრული პასუხისმგებლობა ცხადი აქვს პროკურატურას.